დაგიხდით. მე რაც შემეხება არხი დავიწყე მეგობრებო, ალბათ არ დაიწყე და სად არისო ეს, მაგას მეუბნებოდა რომ დავიწყე ერთი რაღაცა არ უთქვამს, აი. მე? გეთქვა, კალა. ჩემი კალა. ხოჭაღრო შეასრულეო. კაცმა დაბადების დღე არ მომილოცა და მე ხა უნდა გამოსულიყავი არხზე მელაპარაკა ამისაზე. შეჭება სულ იმაზე, საჩუქარი მე არ მიყვარს, დაბადების დღეს ნუმილოცა და ახალწელს ნუმილოცავ. როიცოდეთ ხო? კალა მაეგეროზის, გიორგი კალატოზმა დაბადების დღე არ მომილოცა. ჯაფარამ ლიეტოვიდან დამირეკა. შენ გენაცვალეო, შენ გეხუტუნეო, გილოცავ დაბადების დღეს, რაღაცა მელაპარაკა. ამან ეხა რომ გულიც კი არ ჩამიგდო. გულიც კი არ მომწერა თო. ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მოლოცელი გაკ, აი გულზე ხელი დაიდო და მითხრა რომ მე ყოველთვის ასნიშნავს შეჭრა. ანუ რამდენი ჯერაც გქონია დაბადების დღე მოგილოცავს. უეჭველი შანსი არ აქვს. აუ შანსი არ არის. შანსი არ არის. მე თან მიხარია დაბადების. ვერ ნახავ ესე დარეკილი მაქვს. მე რეკავ. მე მიხარია დაბადების დღეთან. ხო, ნახე მე დაბადების დღეებზე რეკავ. მე ჩატში ძალიან იშვიათად წერ ახლობას და ძვაკაც მით უმეტეს მიუწერ რომ დაბადების გილოცავ რა არის ურეკავ. თუ არ ნახე იმ დღეს თუ ვერ ნახე ურეკავ ყველა ვარიანტში. შანსი არ არის. მიწერით არასდროს არ ვლოცავ დაბადების დღეს იმას რა ქვია. ძვაკაც. ხო. ხო, მეც. კანო. მართალი რაც იმას არ დაურეკავს, მაგრამ სტორიზე დამთაგად, ნო? სხვადასხვა ცუდი გააკეთა. კი სასიამოვნო იყო მაინც, მაგრამ ცუდი გააკეთა, იმიტომ რომ დაბადების დღე დავმალე მე იმაზე Facebook-ზე. ანუ only მიზე გადავიყვან. არ მინდოდა რა, ანუ ვიც მაგას გეუბნებოდა, არ გევასება. არა, ბიჭო, ნახე ხა. არ მევასება 500 კაცი რომ ვოლზე მწერს და მე სათითაოდ რაღაც ვალდებულება მიჩნდება რომ უპასუხო ყველას და მე მიწდება რომ ვიღაცას არ უპასუხე და რაღაცები და ვიტანჯები. ეგეთი ტიპი ხარ რა. ანუ არც დაბადების დღე გიხარია შენი, არც საჩუქარი არ გიხარია, არაფერი არ გიხარია შეჩემ. ეგრე არ არის? რაც საჩუქარი. მე არ მევასება საჩუქარს რომ ჩუქნია და აი რატო? სკრუჯი ხარ შეჩემა? აშუაშია შეჩემა. ანუ ეგეთი ტიპი იქნებოდი რომ ვამბობდი რომ მე არ მისწორდება, მე რო ჩუქნი თქო და მე მისწორდება. ახალი წლის მიმოცვაც მიყვარს და ყველაფერი მაშინ ვიღაც არ ევასება რომ მე რომ ჩუქნია რაღაცა, არა, მე რომ ჩუქნია რაღაცას უხერხულობის შეგრძნება მაქვს ხოლმე. ცოტა უხერხულობას გძნობ თავს რა, იმიტომ რომ რაღაცა იწვალა ადამიანმა იფიქრა რაღაცა იმას ქნა ეხა თუ კუჩაში მოდიოდა შეჩემა ფოტოი დაეცა და ის ფოტოი აიღო და ის მომიტანა მაგაზე არა, მაგრამ რა მე საჩუქარზე ისეზე, მაინც უხერხულობის შეგრძნება მაქვს რა. ზოგადად დატოვნა მიხავდა საჩუქარი გიჟი კი არ ვარ შეჩემა. პროსტა უხერხულობის მომენტი მაქვს თქო რა. რა ჩხუბობ ხოლმე რა საჩუქრებზე და რა. მოდის ჩხუბობს ადგინახი ვარ ვიჩხუბე შეჩემა საჩუქარი. რაღაცა კითხესა და დაბადების დღეს და მე რატო არ იხდი ჯერ? ჰა? რატო არ იხდი დაბადების დღეს? რა მეზარება. ანუ ვიცი რა არის ახლა დაბადების დღე მაქვს და ეს არა ქვია. რა დავიბადე შეჩემა და რა ვქნა და. აი მაგრამ ახლა უნდა გადაიხადო. მე კი არ მithხოვია მაგრამ დავიბადე და. რატო არ იხდი ძმა დაგვპატიჟე. წამოდი იმ დღეს ვაფშე არაფერი არ გახსოვს შეჩემა მაგარ დაგინძრა შენ. რაზე? შენი იმედი არ მაქვს მე ამ სეზონის იმედი დერბიში. რატო? მე ამოდიო ჩემთან წყნეთშიო ხო ნამყოფი ხო არ ხარო. შენ ხო რა გაქვს მეთქი ანუ რა ნამყოფი კოლუმბია ინგლისს უყურა შენთან მეთქი დასჯა ანუ თამაში უთხარი. არ მახსოვდა. ო მე დავაყო ამოდიო ნახე მეთქი ერთხელ არ ყოფილვარ თქო თან ანუ. ერთად არ მახსოვდა. აუ დაგპატიჟო პირველადო ჩემთანო თუ რა. აუ ვიცი ძმა აუია განზრეულია კაცო.